ჩვენს ყურადღებას ვითხოვ. ამჯერად რა მოხდა? ჩვენ ხომ ჯერ ახლახანს დავიწყეთ გართობა. შეგიძლია ერთი წუთით გაჩუმდე და მისტერ მაქს მოусმინო? შენ საუკეთესო ადმინისტრატორი ხარ. იმედი მაქვს არ დაგავიწყდათ ყველაზე საშინელი ღამე კამპუსში. ყველაზე საშინელი ღამე? დიახ, ყოველწლიურად ჰელოვინზე ვიკრიბებით და ვუყვებით ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელ ამბებს. საშინელი ისტორიები ჰელოვინის საუკეთესო ნაწილია. არის! მე ახალი ვარ კამპუსში. არ ვიცოდი რომ ისტორიები უნდა მოგვეყოლა. ოლივია, თუ შეგეშინდება ამბის მოსმენისას, შეგიძლია ჩამეხუტო. მადლობა, ჰალკ. ღმერთო ჩემო, მეშინია. ფრეშ, გაქვს რაიმე ამბავი მოსაყოლი? არა, შენ რა სიტყვით? არც მე. არ გინდათ რომ კამპუსი შევაშინოთ? მოდი შევაშინოთ ისინი. იმედია საფენები წამოიღეთ, იმიტომ რომ ჩემი ისტორიის მოყოლისას შეიძლება რომ ჩაიფსად. სულელო, ნუ იჩენ მაგ სულელ თავს. რა? არაფერი. მეგობრებო, შუაღამემდე 20 წუთი გვაქვს. არ დააგვიანოთ. სუსტი გულის მქონეები და მშიშრები არ უნდა წამოვიდნენ. მაქს ძალიან საშინელი ამბავი მაქვს, რომლის მოყოლად დიდი ხანია მინდა. დრო არ მქონდა. დღეს ვაპირებ ამ ამბის მოყოლას. თუ ისევ ძაღლის მიერ დაკბენაზე უნდა ილაპარაკო, ეს აღარ არის საინტერესო. არა, მაქს, არა. შენ შოკირებული დარჩები ამ ამბის მოსმენით. მეგობრებო, გავაგრძელოთ წვეულება. კარგი მეგობრებო, ხედავ რომ ყველა აქ არის. დროა დავიწყოთ ყველაზე საშინელი ღამე კამპუსში. ვის უნდა პირველი იყოს და მოყვეს თავისი ამბავი? ძალიან მინდა. შემიძლია მოგიყვეთ? ნაის, რასაკეთებ? სისხლის სუნი გაქვს, ძმაო. აბა მეგობრებო, მოდით მოვუსმინოთ ჩვენს ოლივიას. მომისმინეთ, ამბის მოყოლას ვიწყებ. იყო ერთი ძალიან თვეულებრივი ოჯახი. დედა, ქალიშვილი და შვილი. და ერთ დღეს დედა ჰელოვინის წვეულებაზე წავიდა. და როცა სახლში მივიდა, სახეზე უზარმაზარი წითელი ლაქა აღმოაჩინა და ის არ ქრებოდა. არამედ პირიქით, ის ყოველდღე უფრო და უფრო დიდი ხდებოდა და ერთ დღესაც მთელი სახე ლაქამ დაფარა. და ის გარდაიცვალა. სიკვდილამდე კი მან მოახერხა შვილებისთვის ბოლო სიტყვების თქმა. არასოდეს წახვიდეთ სასაფლაოზე და იმავე ღამეს ბიჭმა გაიგო დედის ხმა, რომელიც მას სასაფლაოსკენ წასვლას უბრძანებდა და ის წავიდა სასაფლაოზე. იქიდან კი უკან აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ღამით დედამ გოგონას ყვირილი გაიგონა. მეორე ღამეს გოგონას ხმაც მოესმა. ვისი ხმა იყო? ჯანდაბა. დედის ხმამ ისიც სასაფლაოზე დაიბარა. მეშინია, ახლა ჩავიფსავ, გთხოვთ, აღარ გინდათ. ბუშტო, თუ გეშინია, წადი აქედან ახლავე. დილან, მოდი ჩამეხუტე. არ მინდა ჩახუტება, გუფის თხოვე. მოდი ჩავეხუტოთ. კარგი, არაა პრობლემა. ლუზერებო, შეგიძლიათ უფრო მშვიდად იყოთ? ოლივია ამბავს ყვება. ხოდა ამის შემდეგ გოგონამ მოусმინა. სასაფლაოზე წავიდა და ასე შეხვდა დედას თეთრ კაბაში ჩაცმულს. მათ წითელი სახე ჰქონდა. როცა ახლოს მივიდა, მიხვდა რომ ეს მხოლოდ ნიღაბი იყო და მან მოინდომა ნიღბის მოხდა. მაგრამ ნიღაბი გოგონას სახეზე დაეკრა და ამით დედამ წელა დაარღვია. შუბლზე აკოცა გოგონას და სახლში წავიდა. გოგონა კი ახლაც წითელი სახით დადის სასაფლაოზე და ხალხს აშინებს. მადლობა ოლივია, ეს ძალიან საშინელი ამბავი იყო. ოლივია, რეალური ამბავია? თუ უბრალოდ შენ მოიგონეს? მართალია, ეს არის ისტორია ჩემს ყოფილ მეგობარზე. ღმერთო ჩემო. ახლა კი ჩემს საშინელ ისტორიას მოვყვები. მიდი დიდო ბიჭო, შეგვაშინე ყველა.
მე და ჩემი მეგობარი ნაკადულისკენ წავედით. ბანაობა გვინდოდა. იქ მხიარულობდით, ყვინთავდით და უცებ ვიღაცამ ფეხზე ხელი მომკიდა. ზუსტად ასე. ჰეი, ჰალკ და წყალქვეშ ჩამათრია. პატარა ჰალკი კინაღამ დაიხრჩო. გაჩუმდი. ეს არ არის სასაცილო. ეს საშინელება, იცი მაინც როგორ შემეშინდა. და არ შეაწყვეტინო. მოდი მოვისმინოთ მისი მთლიანი ამბავი. მოკლედ, დავიწყე დახრჩობა და დავიწყე ყვირილიც, მიშველეთ, დამეხმარეთ. მაგრამ არავინ მომისმინა. შენ შეგეძლო უბრალოდ გაგეცურა. ხო, როგორ არა. 5 წლის ვიყავი. ცურვა არ შემეძლო. პატარა დილანმა ცურვა მაიამი ბიჩზე 3 წლის ასაკშიც დაიწყო. ამპარტავანი. ყოველ შემთხვევაში, როცა წყალქვეშ ვიყავი, დავინახე მწვანე კაცი. აი ზუსტად ასეთი კბილებით. მწვანე კაცი არ არსებობს. ეს უბრალოდ სისულელეა. მან ხელზე მიკბინა და აღარ მიშვებდა. ჰალკ, გეტკინა? ხო, ძლიერად გიკბინა? ხო, აი ზუსტად ასე. ჰალკ, მტკივა, რას აკეთებ? მაგრამ მე მოვახერხე თავის დაღწევა. ამის შემდეგ კი რაღაც უსიამოვნო დამემართა. და რა იყო ეს? საცვლები დავკარგე და სახლში საცვლების გარეშე მომიწია წასვლა. სახლში საცვლების გარეშე მოუწია წასვლა მას. მადლობა ჰალკ, შენი ამბავი ცოტა სახალისოც კი იყო. კიდე ვის უნდა ამბის მოყოლა? მე, ჩემი ამბავი ძალიან საშინელი იქნება, მაგრამ მოგეწონებათ. ეს არის შავ კაბაში დაწყევლილი თოჯინის ისტორია. შავ კაბაში? რატომ გაგიკვირდა ასე ძალიან? ბავშვობაში მყავდეთ თოჯინა შავ კაბაში. შეგიძლია ჩუმად იყო? მე ამბავს უყვები. ახლა ჩემი შეყვარებული ამბავს მოყვება და არავინ გაბედოს რომ შეაწყვეტინოს. ვინც ამას გაბედავს, იმას საქმე კარგად არ წაუვა. ერთ გოგონას დედამ აუკრძალა შავ კაბაში თოჯინების ყიდვა. მაგრამ ერთ დღეს გოგონამ მაღაზიაში წავიდა თოჯინის საყიდლად. ყველა თოჯინა საშინელი იყო, მხოლოდ ერთი იყო ლამაზი და მას შავი კაბა ეცვა. გოგონა მიყიდა და სახლში მიიყვანა. რატომ იყიდა თოჯინა შავ კაბაში? ხომ უთხრეს რომ არ შეიძლებოდა ამის ყიდვა. იქნებ უნდოდა მას. ცოტა მოითმინე, მომისმინეთ. საღამოს თოჯინასთან ერთად დასაძინებლად წავიდა, მაგრამ ღამით დედამ გოგონას ყვირილი გაიგონა. დედა ოთახში ავიდა და დაინახა რომ გოგონა საწოლზე არ იყო. დედამ საწოლის ქვეშ შეიხედა და შავ კაბაში გამოწყობილი თოჯინა გოგოს სახეზე ეჯდა. დედიკო, მეშინია. საკმარისია. თუ ისევ გოგოსავით იყვიებ, ჯოხით მაგრად გცემ, გასაგებია? გულახდილად რომ თქვა, მთელ ტანზე დამაჟრიალა. წარმოვიდგინე ეს თოჯინა და შემეშინდა. გმადლობთ ლორა, ნება მივცეთ სხვას, რომ თავისი ამბავი მოყვეს. მისტერ მაქს, შემიძლია მოგიყვეთ ჩემი საშინელი ისტორია? კარგი, მოვისმინოთ ფაზლის ამბავის. ოღონდ სისულელეებს ნუ მოგვიყვებით. მოკლედ, ჩემი ამბავი ძალიან საშინელია, ასე რომ ნუ შემაწყვეტინებთ და ყურადღებით მომისმინეთ. ერთმა ოჯახმა იყიდა ძალიან დიდი და ძველი სახლი. ამ სახლში იყო შავი საშინელი ოთახი, რომელშიც ჯერ არავინ იყო შესული. ერთ დღეს ამ ოჯახში მცხოვრები ბიჭი შევიდა ამ ოთახში, რათა გაეგო თუ რა იყო შიგნით. იქ ძალიან ბნელოდა. კარგი, სიბნელეზე ისტორიები დაიწყო და მე ძალიან მეშინია სიბნელის, ღმერთო ჩემო. სიბნელის დიდი ხანია უკვე რაც აღარ მეშინია. არც მე. იღბლიანი ხართ, ბიჭებო, შიშა რა ხარ, დენს. როცა ბნელ ადგილებში შევდივარ, ბიტა ყოველთვის თან მიმაქვს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მე გითხარი, არ შემაწყვეტინოთ მეთქი. მოკლედ, როცა ბიჭი ოთახში შევიდა, ტელეფონზე ფანარი აანთო. რა ტელეფონი ქონდა? iPhone თუ Android-ი? არ ვიცი რა ტელეფონი ქონდა, მაგრამ ფანარი იყო. მოკლედ, როცა ბიჭი ოთახში შევიდა, ტელეფონზე ფანარი აანთო და კედელზე დიდი წითელი ლაქა დაინახა. იგი ცდილობდა ლაქის წაშლას, მაგრამ არ გამოუვიდა. როცა მან მშობლებს უთხრა, მათ ლაქაზე შპალერი მიამაგრეს, მაგრამ ლაქა შპალერზეც გადავიდა. შესაძლოა წითელი ლაქა სისხლი იყო. გუფი, საიდან იცი ეს? ალბათ კეჩუპი იყო. ეს იყო სისხლი. შემდეგ ყოველ ღამე სახლში ვიღაც კვდებოდა
და ლაქა უფრო წითელი ხდებოდა ყოველი ადამიანის სიკვდილის შემდეგ. Puzzle ეს მართლაც საშინელი ისტორია იყო. აპლოდისმენტები ამისთვის ჩვენს Puzzle-ს. მე ბევრი ასეთი საშინელი ამბავი ვიცი. Puzzle, შენ მატყუ არა ხარ და შენი ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. ო, ეს ტყუილი იყო. მე არ ვიტყუები, ეს მართლაც მოხდა ჩემს მეზობელთან. ამ დაწყებრილ სახლს ახალ ამბებშიც კი ნახავდით. ფიქრობ დავამთავროთ საშინელი ისტორიების მოყოლა ამით. აბა, მეგობრებო, ვისი ისტორია მოგეწონათ ყველაზე უფრო მეტად? მოიწონეთ ვიდეო და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! Work hard, get dough. I can't get no sleep, please make my life more simple. Miles inside these shoes so I don't stomp, I tiptoe. Fell 1,000 times.